დღეს დილით დაახლოებით 6 საათსა და 35 წუთზე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარიის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კომპანია Georgian Water and Power-ის არაგვის ხეობაში საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებს და სატუმბო სადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ავარია სწრაფად აღმოიფხვრა, წყალმომარაგების ძირითადი ობიექტების ფუნქციონირების აღსადგენად გარკვეული დროა საჭირო. არაგვის ხეობაში განთავსებული ობიექტები დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი მარაგდება სასმელი წყლით. გარდა ავარიის გამო ჰიდრავლიკური დარტყმა მიიღო საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალმა მაგისტრალურმა წყალსადენმა და წყალმომარაგება შეწყდა. ახლა წყალი არ მიეწოდება ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და წანისის რაიონების ნაწილს. დღის განმავლობაში აღდგება წყალმომარაგება. ელექტროსისტემების 500 კილოვატიან კავკასიონის მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე მოხდა დაზიანება, რამაც გამოიწვია ქალაქის ზოგიერთი მაღალი სატუმბო სადგურების ელექტროსატუმბო სადგურების გათიშვა. ამას მოყვა საგურამოს და ნატახტრის სათავე ნაგებობების გამორთვა, რამაც გამოიწვია ქალაქში წყალმომარაგების შეფერხება. ამჟამად მიმდინარეობს კომპანიის მასშტაბით სისტემების მონიტორინგი 3 საათისთვის ეტაპობრივად უნდა აღდგეს წყალმომარაგება.